ჰაი, მოგესალმებით. როგორ ხართ, მეგობრებო? ხო ხართ, ყველა კარგად. შუქი ჩამქრალი მაქვს, რადგან მარიკოს ძინავს. ახლა გამოვედი საშხაპედან, ხო და ჩვენი საყვარელი კომბინაცია აგერ გახლავთ. Uncle Gold და ყავა. ძალიან კარგია თუ სულ თმაზე შეისხავთ იმას, რასაც მე ვიყენებ ხოლმე ლიოლის პროდუქციას, რო იცავს თმას. და ასევე ნახევრად სულ სახეზე ძალიან კარგია ის რაღაცები, რასაც მე ვიყენებ. ცოტა ხომ მოგწიოთ. ცოტა დავიტენიანოთ. თორემ დღეს გენერალური დალაგების დღე მქონდა. ოღონდ ვერაფერი ვერ გადავიღე დალაგების, იმიტომ რომ ძალიან ქაოსში ვიყავი. მოსწრებაზე ვიყავი. ხო და ამიტომაც ვერაფერიც ვერ გადავიღე. მე რომ მიყვარს ხოლმე და თქვენ ძალიან რო გიყვართ აი დალაგების. მე თითქოს სუნთქვას იწყებს კანი, როცა იმ პროდუქტს იყენებს, რა თქვენთვის კარგია კანისათვის ხა. ყოფილა შემთხვევა, რომ რაღაცა პროდუქტები ჩემი კანისათვის სულაც არ ყოფილა კარგი. მზის დამცავს ახლა აღარ წავისვამ, რა თქმა უნდა, უკვე საღამოა და არსად არ გავდივარ, ამიტომ კანს ახლა მზის დამცავი ნამდვილად არ ესაჭიროება. ცოტა შეიშროს და მე თვალზე დავიტან. გამოვედი თუ არა ეგრევე ყავა დავად. იმედი ახლა გესმით ხალხო ხმა დავლაპარაკობ. გუშინდელი ჩემი ჯიჯიში წასვლაზე დიდი გიჟური გადაწყვეტილება ალბათ დიდი ხანი აღარ მიმიღია. მე არ ვიცი რამ წამიყვანა იმ ჭყლეტვაში. გონი ერთი მიასე ვიდექი რიქშე, არ ვიცი მართლა საშინელება ხდებოდა. არც მეგვირს კაცო გახსნის დღე იყო და დღესაც როგორც მითხრეს ბევრი ხალხი იყო. და რიგში ვიდექი მარიკოს უკვე ხელში აყვანა უნდოდა, ეძინებოდა, წუწუნებდა. ხო და ჩემს წინ ქალბატონები რო იდნენ, შენ ხო ისახარო, აი ხნის მერე გეუბნებით რო ვიდექით, შენ ხო ისახარო დოდონაო, იმაში რო ხარო Facebook, ხო მევთხარი მე ვარ და ისე გამიხარდა, მეთქი ძალიან დიდი მადლობა მეთქი და თუ ახლა მიყურებთ, უღრმესი მადლობა იმისათვის, რომ თქვენი ადგილი დამითმეთ. აი რამდენს ნიშნავს ჩემთვის ვერც კი წარმოიდგენთ. ყველას გიხდით ძალიან დიდ მადლობას. მე წინ რო გადავედი, კიდე ქალბატონები იდგნენ და ვაიმე ბავშვით ხარო, უთხარიო და დაგითმობენო, მეო დაგითმობ და არა მეთქი რა ხალხო, როგორი რაღაცა იცი, ყველა რო რიგში დგას საათობით. მერიდება ეხა რა, მე რა რომ ბავშვი თუ არა, მერიდება, ნუ არ შემიძლია თქმა და მომკალი თუ გინდა, არ შემიძლია. რას ვერ ეტყვიო, მოდიო. სტაც ამკალაც ხელი იმ ქალბატონმა. წამოდიო. არ თუ ვინმეს წინ ხალხო სულ წინ გამიყვანა სალაროსთან. მე ესე ვიდექი, მეთქი, ვაიმე ბუძის გიხდით, მეთქი ხალხი იდგა იქ და რას ლაპარაკობთ უკაც ხალხმა არანაირი პრობლემა არ არისო რა. მე როგორი რაღაც მაქვს იცით რომ დამინახა ხო უმრავლესობამ და თუ რაღაცა დამითმობდნენ, ანუ მე რო ვუთხრე მერიდება ხოლმე რა. ზოგი ხასაკიანი, ზოგი ის ხო იცით. მე ორსული იყო ვიღაც და იმას უთხრეს რომ გამოატარეთო. შეთანხმდნენ რომ მოკე დაუთმოთ ორსულსაცო. ხო და ბევრად ნაკლებ დროში მოვაღწიეთ იმამდე რა ქვია სახლამდე. ეხლა უნდა მოგიყვეთ როგორ შემაწუწეს მარშრუტკიდან ნაყინი. დაიცაც ერთმა გავისწორდა ცოტა შოკოლადი მივირთვა. ვაიმე გურსახში მოდი კაცო ფეული. ჩემი ხმარი მეუბნება, მოდი ნუღარ საწახვალო რა. ვინც ნახალუკაში ცხოვრობთ,
და გინდათ კინო საქართველოსკენ წასვლა, ანუ იქით და არა მის მხარეს. აქედან ვიცოდეთ. დიდი ალბათობით 2 საათი მოგიწევთ გაჩერებაზე დგომა. თუ გაჩერა ტრანსპორტმა ვერ ახვალთ, სადღაც საათზე მეტი ველოდეთ. რა თქმა უნდა, ბევრმა გამოიარა. საათზე მეტი არა, მაგრამ 40 წუთზე მეტი კი იყო. ცოტა რაღაცა რჩერო ერთსად. გავიქცეოდი, დავუქნებდი ხელს, მე ჩემ წინ უკან ვინც მორბოდა ხალხი, ჩემზე წინ მირბოდა და მე ვრჩებოდი გარეთ, კი ჩხუბობდა ხალხი, რომ როგორ ცხონია თუ გააჩერა, უგოგომ და თქვენადი ხარ და არ უთმობთო. მე არ ვიცი როგორ ავეტენე და იმ ხალხს დიდი მადლობა, ვინც რას ამბობთო და რა ვიცი, კალიდორი გამიკეთეს რამის, რომ აუშვითო ხალხო ბავშვიანო, მადლი რაღაც ღმერთი არ გწამთ თუ არაფერი 1 საათია ქუჩაში დგას ბავშვი და ამ სიცხეშიო. როგორც იქნა ავედი და თურმე ნუიტყვი და ადგილიც გამოვინთავისუფლდა და იმ ხალხსაც ძალიან დიდი მადლობა. ანუ აი ვერ გეტყვით რა საგიჟეთია ხალხოს კორპუსი რომ არის დაზიანებული იმის გამო ასეთი ამბავი. ძალიან ბევრი მარშრუტ კარც კი აჩერებდა, ანუ აზრი არ ქონდა, ვერ ახვიდოდით. რაღაცნაირად მოკლედ ავედით, ბევრ დრო დავუკარგეთ ფეხით კი გადავიდოდით კინო საქართველოსამდე, ხალხო განა ძალიან დიდი გზაა, მაგრამ ბავშვით სიცხეში, თორემ მარტო სიხარულით წავიდოდით, ამიჯერეთ უფრო მალე მივიდოდით. მოვდივარ ხალხო იქიდან. ბავშვი ბარგი ნახევრად ეძინება ამას. გაჩერდა მარშრუტკა, დავუქნიე ხელი. დავუქნიე ხელი. რა უსან ტელეფონს გრძებოდიში. გააჩერა როგორც იქნა. ჩემ წინ ორი მამაკაცი იდგა და უკან გადმოვიდნენ რომ აბძანდითო. ხო და კარი რომ გამოვაღეთ, ანუ სულ ნაყინით იყო მოთხრილი. აი ვერ ახვიდოდი თუ გადააფრინდებოდი, თორე იქ ფიზიკურად ვერ ახვიდოდი. ნაყინი იყო დაქცეული, არ ვიცი რამდენი ნაყინი დაუვარდათ, მაგრამ თლიანად კიბეები ასასვლელი იყო დასული სულ თეთრი. მე იქ ხარ რომ არავიდოდი შანსი არ ავიდოდი იმ ტალაპურში. დაველოდებოდი სხვას. ხო და თურმე მეუბნება რომ გაიწიე, ანუ არც ჩამოვიდა ადამიანი რომ გადაეგდო ცელოფანი უკავია, ნაყინი წურწური გაზდის. ისიც არ იკადრა რომ ჩამოსულიყო და ისე გადაეგდო. თურმე მეუბნება გაიწიო და მე გვიან დავინახე ეს, გაიწიო და ცოტა მოვიწია, აქეთ სიმართლე ვერ მივხვდი რომ უნდა ესროლა, ვიფიქრე რომ ჩამოსულიყო და ხელს ხარ ვუშლიდო. გამოიქნია ხალხო ეს ცელოფანი და აი მთელი წუწები ნაყინის გადამესხაზე. ბედი მაგისი რომ მთლიანი ცელოფანი ზედარ შემახეთქა. ნუ ეხლა მოიცათ მოვალ და მეორე სერიას მოგიყვებით. აი დეთ ვარ. ამალია ქუჩში ვარ, ქალბატონ რასაკეთებთ მეთქი? ეს ბავშვი ხელში პოსაყვანი. შენო 1000 რო გითხრას გაიწიო, ვერ უნდა გაიგო და კი ის ეს ხალ. სახი ქონდა სუფთა, აი, რა ვიცი. დაბმოს რო აუშვებ, აი რაღაცა შეშლილის. მე მეთქი იქიდან რო ისრო ჩამოდი და გადააგდებ, მე ვთხარ, რას მესწორი, საფარებ სახეში გესრულა მეთქი. ღირსე იყადიო, რო ვერ გაიწიო ხალს, რო გიქნებდიო, მადლობა თქო სახეში გესროლე. აი მანდ ვინ გამაჩერებ და უკვე გადამეკეტ, აი თვალზე ბინდი გადამეკრა. ამ ბოლო დროს რაღაც ძალიან ხშირად მაქვს ხოლმე ეგ ამბავი, რომ ბინდი მეკროს ხოლმე თვალზე უსამართლობაზე უფრო მეტად ვღიზიადები, ვიდრე ადრე. უბრალოდ ახლა ვცდილობ ხოლმე, რომ ნაკლებად გადავირიო სხვა კუთხით. ხო და ის არისო, რა ქვია. ეხაო რომ გესროლო თან, ვაიმე დედა, ვაიმე ღმერთო უფალო, რამდენი წავისვი ამას, აი რა თუნდოდა ეხა ამდენ. კაი, შეიწოს. ხო, ერთი გაგებედა და სახეში გესროლა მეთქი. ხალხი ვერ ადის, ვერ ჩამოდის, ვდგავართ, ჩვენ ვლაპარაკობთ და ხალხი იმიტომ ვერ ადის და ვერ ჩადის, რომ ტლაპო დგას, ანუ არ ვიცი რა დაუვარდათ ამისთან და მაგრამ აი არ ვიცი, სავარაუდოდ 5 გასკდა, 5 გაუვარ, აი ვერ გავიგე მოგ. მძღოლი იქ ჩხუბობს, აქ რა ამბავიაო ეს, რა დღეში ჩააგდეთ მარშრუტკაო, ხალხს ეჩხუბება. ხო ეს
ეს მემლანს ხავს რა გითხრათ ყრუ ხარა თან რა ეს გამეტებით მეჩხუბე ენა დაიმოკალე ეხლა მეუთხარი მაგრამ რა მომიყვან უკვე ძალიან ცუდად გავხდი რა ვიღაცა ხიხუ იქიდან მიკივის აი ეს კივი წივში დაქოქა მე მძღოლმა და წავიდა ვერავინ ვერავიდა ხალხი გვინავიდოდა ისეთი ამბავი იყო მე გვაცა შენ გაგიხმა თავის 3 დღის კრემი გადავისვი ერთ იმაზე რა ქვია ძალიან ბევრი მომივიდა არა და ეს უნდა ძალიან ცოტა მაგრამ კაი თავს ნუ მოვიკლავ ხო და ესეთი განა ხალხო ის რომ ჩამოვიდეს და მარშრუტკიდან გადააგდოს ესე უკავია და ანუ ცდილობს რომ ესე გამოისროლოს და ჩვენი ხალხი ვინც ვართ და გავიწიოთ იმიტომ რომ სახეში არ მოგვარდყას თავის ნადურდღლი ნაყინი ანუ ხვდებით ხო ჩვენ მდგომარეობას იქ ვინც ვიყავით მე არ ვიცი თუ კი ახლა მიყურებთ ხო მაგრად გაკლია ქალბატონო მინდა გითხრა იმიტომ რომ ჯერ იმიტომ რომ მეცი და გამომლანწყე მე იმიტომ რომ მარშრუტკიდან რო არ უნდა ისროლ და ფენო ჩამოდგა ეგორი დამპალი ფეხი გეწოდინება და ასე შეწუწული ნაყინით ნამბული ამერია მეგეთ რაღაცებზე ცოტა ვიზეზები ხოლმე გული მერევა ხო და ის არის აი ეგრე ხალხო დაწუწული და სველი აი ესე თლიან იმაზე გადამავლო ისისა წამოვედი რა გამწარებული ვიქნებოდი კი მოგეხსენებათ ახლა დედა ეს რა გავაკეთე ხალხო აი მიშველეთ ზეგამდე არ დამჭირდება იმდენი გადავისვი ძალიან ვიყავი გამწარებული და მე არ ვიცი აი ეგეთი დამპალი ხალხი საიდან მოდიხართ რომ ის კი არა რომ ვაიმე ბოდიში ანუ ქალზე თქვა რომ ბოდიშს გიხდით რომ ზედ გადაგასხი ნაყინი აქეთ მეჩხუბა რომ ვერ გაიგეო გაიწიე და ესე მიშვება არ ვიცი ჩემ წერს თქვენ არის გაუგებარი ადამიანი ოჯახის წევრად წარმომიდგენია რა ხართ სახლში ვიღაცა გაუგებარი ხეპრე წარმოდგენაც კი არ მაქვს თქვენაირი ადამიანები ოჯახში აი რანაირად უნდა ცხოვრობდნენ ადამიანები რომლებსაც ვერ გააგებინებ ვერაფერს თქვენ ხართ ერთ-ერთი მაგალითი მე არ ვიცი ეგეთი რამე ნავი დიდი ხანია ეგეთი სისულელი არ გადამხდენია თავს მე ხო იცი ზოგადად ვითვისებ ხოლმე იმას რა ქვია შარებს დედი შენ ის და შუქია თო ბნელა ოთახში დე რატომ ჩაიცვი დე არ მეჩქარება და მე ხვდებით რომ გაცოფებული მოვედი გუშინ აი გადავიღე და აღარ მოვყევი ეს ისტორია იმიტომ რომ არ მიდოდა განწყობა გამეფუჭებინა ისეთი გაცოფებული ვიყავ აი არ ვიცი ისეთი ვერც კი წარმოგიდგენიათ როგორი განა ის რომ მომიხადე ბოდიში რომ შემასხიე განაყინი სახეზე და მთელ ზედაზე და გადამავლე თურმე მე უნდა გავიწიო ის რომ თიც მიქნებს იქიდან თან უნდა გავიხედო ხა ვინ მიქნებს თიც მარშრუტკიდან სასწაული ხალხი ვართ ვაუ ძალიან დიდი მადლობა დე იქით ჩააქრე სიხარულო ჩააქრია ბადედი გოგო ხო კარგი გოგო ხარ ჩვენ მოდი აქეთ განათებები ცალ-ცალკე გვაქვს ანუ აქ თქვათ იქ შემოსასვლელი რო არის გარდირობის მხარე სამზარეულოს მხარე ყველგან ცალ-ცალკე დავაყენეთ რომ კი არის ერთი დიდი ოთახი მაგრამ ცალ-ცალკე სივრცეებია მაინც გამოყოფილად ამიტომ გვინდოდა რომ რაღაცა არ ყოფილიყო ერთიანი განათება რა ხო და ესე ხალხო ისეთ გადაზებული ვიყავი გუშინ მეთქი ყველაფერი მე რატო უნდა მემართებოდეს აი რატო ესე იგი გოგოებო ფეხზე მინდა გირჩიოთ სხვათა შორის ძალიან დიდი ხანია რაც მაქვს ეს და რომ დამითავდა მე კიდე ვიყიდე იმიტომ რომ მართლა ძალიან კარგია და ხა ვერ გეტყვი ამის გარეშე ვერ იცოცხლებთ თქო მაგრამ ცუდი არ არის მოკლედ ეს არის ფეხის ზედმეტი ნადების და ასე შემდეგ ყველაფრის მოსაცილებელი რა თქმა უნდა თუ უკვე არის გაუხეშებული იმის მოცილებას ლაპარაკი ზედმეტი ეს ვერ მოგაცილებთ მაგას უნდა ან გახეხვა ან საპარსით დამუშავება ან ბევრი ხერხი არსებობს თქვენ ციცით და
უკვე შემდეგ ეს მკვდარი უჯრედები და რაც არის იმის მოშორებისთვის არის ძალიან კარგი. და მოწესრიგების დროს თუ გამოიყენებთ ხოლმე, ეს გამოიყენება მშრალ კანზე. რა შეძებ? რა შეძებ, დედი? აბა თუ არ იცი რა შეძებ, რა გინდა შვილო? რა შეძებ, საყვარელო? მშრალი კანი აუცილებელი კი არ არის, რომ ეხა 5 და იყოს გასული, ესეთი მშრალი იყოს. არა, უბრალოდ მსველი არ გქონდეთ რა. შეიმშრალეთ, მერე წაისვით 1 წუთი, 2 წუთი დაიტოვეთ მაინც და მერე როგორც აი მასაჟს რო იკეთებთ, ისე გაიკეთეთ. ფეხზე ფეხის თითებს შუა ქუსლი მთლიანად მოკლედ, ზედა მხარე, ქვედა მხარე, ყველა მხრიდან შეგიძლიათ დაიმუშაოთ და ძალიან კარგია და სკრაბია და რაღაც ისეთი ლამაზია, რომ აი არ ვიცი. სუნი ისეთი აქვს ძაფრი. ასე მენთოლის სუნი აქვს მოკლედ და ძალიან მინდოდა რომ მენახებინა ძალიან ადრე გაჩვენეთ. აი ნახეთ როგორია სკრაბია რა. ხო და ძალიან სასიამოვნოა თან აი რაღაც არის თითქოს უხეში კრისტალებივით აქვს რაღაცნაირად და აი რომ ესე ხახუნება ეს კანზე ძალიან სასიამოვნოა, სულაც არ არის ასე ვთქვათ რაღაცა შემაწუხებელი და რაღაც არ არის. სველი მაქვს თმა, მაგრამ ისე მცხელა ეხა ფენს რა მიმაკარებს ხალხო. ვერანაირად ვერ მივიკარებ. დაიწყო ზაფხული, ასე ვთქვათ, უკვე შეგვიძლია თამამად. ძალიან თამამად ვთქვათ, რომ დაიწყო ზაფხული. დაიწყო დაგეგმები საწავიდეს ადამიანი და პრინციპში დაგეგმებურად ადრე იწყება ხოლმე რეალურად. ფიქრები საწახვიდი ადამიანი. მე ივლისი ვმუშაობ, მარტო მე არა მე და მარიკო ერთად ვივლით ივლისში. და აგვისტო, ხო, პრინციპში. აგვისტოდან და წავიყვანო ახალციხეში, ხიზაბავრაში. რა თქმა უნდა, ჩემი მეუღლე სოფელში თავის თავად ეგაღარც იგულისხმება აქვია და ხშირად ავალთ და ჩამოვალთ. ხო და ერთ თვეში როგორ ჩავტივ ამდენი წასასვლელი ოღონდ არ ვიცი. ეხა ხიზაბავრამდე ჩორია ხალხო, რომ ერთი კვირით წასვლას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მიჩვენეს ერთად წავიდე. გზა არის იმხელა, ლამის 5-6 საათი გინდა. კი ბატონო გინდა. არა კაცო რა 6. ვერა ვარ კარგად. 4. არა ხო, პრინციპი. ხო, კაი 6 საათში სახში ხარ მოკლედ თბილისში. რომ მით უფრო მარშრუტკიც უნდა ვიწოწიალო, ეს გადაჯექი, ანუ არ შემიძლია ესე ცოტა ხნით არ მეღირს წასვლა ხოლმე, როგორც ყოველთვის ტრადიციულად ჩემი სიცოცხლის მანძილზე ეს მოკლედროით არ მივდივარ. მით უფრო ძალიან დიდხანსაც ვერ დავრჩები, იმიტომ რომ ჩემები მოფრინავენ და ამიტომ ძალიან დიდხანსაც ვერ დავრჩები. მოკლედ არ ვიცი რა. ფაქტია რომ წელს ბებოსთან დიდ დროს ვერ გავატარებ და ბებო მარტო იქნება ხშირ შემთხვევაში, იმიტომ რომ ესე ხშირად აქედან უბრალოდ ფიზიკურად ვერ ავალ. ჩამოდი მე ისევ წადი ეგრე არ არის. შორია ძალიან. ასე რომ ესეთი ამბები მეგობრებო. რაოდე. გთხოვთ მირჩიოთ. ვინც ხართ და ვინც იცით ეს ამბები და ვინც ჩახედული ხართ მოკლედ ამ ამბებში თაბროს ხოვის მოსახსნელი, რამე ძლიერი, თუ შეგიძლიათ რომ მირჩიოთ. ცინარიზინი ვიცი და საკმაოდ კარგი და ეფექტური პრეპარატია, თუმცა არც ისეთი ძლიერი. ძლიერ თაბროს ხოვას ვერ ვიტყვი რომ ხსნის. ეხლა რის გამო მილიონი მიზეზი შემიძლია ჩამოთვალო, რის გამო შეიძლება და თქვენც ალბათ ჩემი კითხვებით გააჩნია რის გამოა და ასე შემდეგ. თუმცა ადრე ერთმა გოგონამ მითხრა აფთიაქში რომ არის რაღაც რამდენიმე პრეპარატი, რომელიც ძლიერ თაბროს ხოვას ხსნის და ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა საიდან მოდის ეს თაბროს ხო, უბრალოდ იმ მომენტში თაბროს ხოვას ხსნის. რა არის და ამიტომ მივიღებ თქვენს რეკომენდაციას, ვისაც
ეს ამბავი და თაფრუსხოვის ამბები კარგად გესმით. ვინც იცით რამე ისეთი პრეპარატი ბატონო. კი. გინდა? არა. რა, ვისი ბეჭედი დედიკო? შენ თავში ბეჭედი გეკეთია და მე ორი ჩაი. მესამე მიკეთია? აი მოვიხსნი და მეც ორი მექნება და. ერთი ორი. რა თქმა უნდა ეს თაფრუსხოვა შეიძლება მოდიოდეს ჩემი ხერხემლის პრობლემებისგან, კისრის მალების პრობლემებისგან. კისრის მალები იწვევს წნევის ცვალებადობას, ჩემ შემთხვევაში ძალიან ვარდნას. დაბალი წნევა მოგეხსენებათ იწვევს ძალიან დიდ თაფრუსხოებს. რა არ დავლიე და წნევა ვერ დავარეგულირე. თავი და თავი პრობლემა რა თქმა უნდა მოდის კისრის მალებისგან. არ მინდა ხან პრობლემებზე საუბარი, უბრალოდ არა მარჭამშა მე და მაგიტო აგერია გული. ესეთი ამბები. რა იყო დედიკო? იმამ აი ყავა ხო მიყვარს და იმ მომენტში თითქოს სიამოვნებს, მაგრამ ხაცა ვეღარ კი არა, მე სვასე ვარ. თითქოს რაღაცა გემო მაინც ვერ რა იმ სიამოვნებს და ბოლოში წყალი იმიტომ აუცილებლად დავაყოლოთ, რომ რაღაც ჩაწმიდოს თითქოს რა. იმიტომ ვაყოლებ ხოლმე მე მუდმივად წყალს. ხანწამს არა მაქვს რაღაცნაირი საშინელი გემო დამიტოვა თითქოს რა. მოდი დედიკო, მოდი ჩემთან საყვარელო, მოდი. 10-ში მარიკოს დაბადების დღეა, როგორც იცით, რაღა დარჩა. იდეაში დღეს მივდიოდი ზედის საყიდლად, მაგრამ დღევანდელი დღე დაეთმო ისეთ ძირფეს ჩვენ დალაგებას პლუს თაფრუსხევას. ამიტომ დღევანდელი დღე ასე ვთქვათ ჩამივარ და ხვალ სამსახურის მე უნდა გავიქცე და ვიყიდო ზედა. კარგი ისე რომ ძირფეს ჩვენ დავალაგე სახლი. თითქოს პატარა ახალ, მაგრამ ერთი სივრცე რომ არის, ნახეთ, რაც მეტად მალე ლაგდება, ასევე ორმაგად მეტად ირევა ძალიან სწრაფად. როცა სახლს აქვს ცალკე გამოყოფილი სამზარეულო, როცა სახლს აქვს ცალკე გამოყოფილი საძინებელი და მისაღები და ასე შემდეგ, ყველაფერს აქვს თავისი ადგილი, შესაძლოა არც მიალაგო, ან გამოიხურო ისინი საძინებელი და გააგრძელო მშვიდად მისაღებში ისე ყოფნა, ვითომ არც არაფერი ხდებოდა კომფორტულად იჯდე. ასევე შეგიძლია სამზარეულოშიც იგივე გააკეთო და როცა არის სტუდიოს ტიპის ბინა მეტად მალე სამწუხაროდ ირევა და როგორ ვარ იცით, სულ ვარ დალაგების რეჟიმზე გადასული, იმიტომ რომ აი ერთი რაღაც რო გავაკეთო, აი დაუშვათ ყავა დავლი იქ რაღაცა ის უკვე თითქოს არეულია. აი იქ რაღაცა სარეცხი ჩამოვიტანე და უკეც იქ რაღაც დავდე, უკვე არეული, ანუ ხვდებით ძალიან მალე ირევა. მე კიდე ვერ ვიტან არეულ სახლს, ანუ ალერგია მაქვს არეულ სახლს. აი ხა აქედანვე ვხედავ სამზარეულოში გაზე რაღაცა ზედმეტი რაღაცებს დევს იქ და რაც არ უნდა იდოს და უკვე ცუდად ვერ ერთხელ დავდგები რომ ავიღო და შევდო თავის ადგილას. ხო ხვდებით, ანუ მე მაქვს გართულება ეს რაღაცებზე, რომ ჩემი კომფორტის ზონა არ არის არეული. აი ზოგიერთი რომ არეულ სახლშიც კომფორტულად ცხოვრობს და მეც მაქვს ეგეთი მომენტი, რომ შესაძლოა არეულ სახლში ვიყო, მაგრამ ისე დაღლილი ვიყო, რომ აი ჩემთვის სულ ერთი იყოს ღარეულია თუ რა ხდება თუ ინგრევა. ეს ახლა იშვიათად ხდება და არ არის ყოველდღიურობა და არ მიყვარს რა რაღაცები რო აი ზედმეტად ხდება თვალზე უკვე ცუდად ხარ. ხო და არ ვიცი. ზუსტად მაგაშია საქმე რომ მალე ირევა და სულალაგებ, ან გამოდის დალაგების რეჟიმზე ვარ გადასული. რაც მხლის, რა თქმა უნდა.
ანუ ერთი რაღაცა და უკვე ხო ხვდებით თავდაყირად გასახლი და მე კაც ვფიქრობ რომ ხო დავალაგე. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მახარებს ხოლმე ეს არის ჩემი ტრილიაჟი დავალაგე თავიდან ფეხებამდე. ჩაქცეულა რაღაც ჩემი თმის ნიღაბი და სუხვითლად დაემჩნა და იქნებ გამიხარდება თუ მირჩევთ რითი შეიძლება ის ლაქა ახლა ამოვიყვანო იმ ავეჯიდან რაღაცა ყვითელი სითხეა ჩაქცეული აბაზანა როცა იქნება იქ ცალკე გამოყოფილი როგორც ჩვენ გვინდა მე ამ პოლფის რა თქმა უნდა გავიტან ამ სითხეებს და რაღაცებს და იქ პრობლემა აღარ იქნება ხა აქ ესე ვერ ვაყენებ ესე ვაწვენ და ეთყობა ჩაიქცა და ძალიან ცუდად ეთყობა აი ძალიან ცუდად და არ ვიცი რითი ამოვიყვანო ავიცადე რაღაცები არ ამოვიდა და არ ვიცი რითი უნდა ამოვიყვანოთ მოკლედ ესეთი ამბები დღევანდელი დღე დასვენების გარდა ყველაფერს დაეთმო და ვინც იტყვის რომ შაბათკვირა დასვენებისთვის არის შაბათკვირა არის იმისათვის განკუთვნილი რომ მერე სამუშაო დღეები როცა არის იმ სამუშაო დღეებში ჯანმრთელობა იყოს შედარებით მშვიდად იყოს შედარებით ისე რომ სადილი გაკეთებული იყოს და ასე შემდეგ ის რამდენიმე დღე თუნდაც ერთი დღე თორე რეალურად რა ვიცი მე ვერ ვისვენებ შაბათკვირას ხა ვინც ისვენებ დაწერეთ მოგილოცოთ ანუ ვერ ვისვენებ იშვიათად მაქვს ხოლმე დღეები რომ გადავიდე ფეხბურთს და შეგნებულად არ ვიგიჟებ თავს და არაფერს ვაკეთებ მაგრამ ეგ არ არის ყოველდღიური ეგ არის 1000-ში ერთხელ ხო და ან შესაძლოა ხოლმე რომ მიყვარს რა იცი დილით თუ მოვასწარი ხოლმე მივაწყრიალებ ყველაფერს რომ მოვალ მე შვიდ გარემოში ვარ და კარგად ვარ ეგრე თუ ვასწრებ ხო და თუ ვერ ვასწრებ აუ სასახლეში ვარ ხოლმე და პარალელურ რეჟიმში ვფიქრობ რაზე აი მე ხა სახში რომ მივალ ეს გაზაკეთებელი და მე უნდა ხოლმე კაცო ხო კაიო შეგვიძლია ის არის მაგრამ ერთი ოთახია ხო მეტი არ არის აი ხა 5 ოთახიანი 6 ოთახი გამაგებინეო მთელი დღე რატო ვალაგებ და ამიტომ ვალაგებ ბატონებო რომ ერთ ოთახში ირება ყველაფერი ირევა ყველაფერი და ვინც სტუდიოს ტიპის ბინებში ცხოვრობ დარწმუნებული ყველა ძალიან დამეთანხმებით ამ ამბავში ახლა მე შემიძლია თქვა და კარი ჩამოვაბა და იყოს თითქოს ორ ოთახიანი მაგრამ გეხოწებით რა ვიღაცის დასანახად ხო ჩამოვაბა გამოყოფ ფაქტი ერთია და სტუდიოს ტიპის ბინაა და რაღაცა იმას ვერ გავაკეთებ. რა ქვია? რა გინდა დედიკო რა? მოიტანე დედიკო სადა გიფსოდე ამ წყალიდე. მიდი ჩემო სიცოცხლე. მიდი ნუ გეჟარება ჩემო ნამციცო დედას. დედას კუსუსუნაბა სესუნადე. დედას გოგობინარიდე. მალიტო. ვაიმე, როგორ შემაშინე გოგო? ხო და ესეთი ამბებია გოგოებო მოკლედ. დღეს არის ესეთი დღე. თავი არ გამიყვე მართლა, იდეას გეცებით გარე თუ გამეყოს თავი. ხო თუმცა ძალიან ბევრი საქმე მქონდა, ვერ გავყავი თავი გარეთ. ვისაც მოუყევი იმ ნაყინის ინციდენტი, ვერ დაიღეო ის ტელეფონი, ვერ ისროლე სახეში. და აღარაფერი მაყავდა. ის და ზე მქონდა გადავლებული მთელი ნაყინი და ზე თუ გავეხახუნებოდი თორე ის ტელეფონში აღარაფერი აღარ არის. არიან დებილი ხალხი. დებილი არ შეიძლება ვთქვა უზრდელი ხალხი, ხო დე? უზრდელი დედიკო. დებილი არა უზრდელი დე, ხო? უზრდელი ქალბატონი იყო ის. ამასაც მიისხა წუწებს გადაიგია. თავხედი. მომიშალა ნერვები. ჯიშტეს დაღლილი ვიყავი იმ ჯიჟიდან და რა მინდოდა ჩემთან ვლანძღავდი რა წამიყარა ამ გახსნის დღეს თქო და აა დამიგვირგვინა. მულამას. ჩემოსიცე. დედა ტრეშა კარგი თხია რომ აი გებატების თხემას და კიდენ ტანმადი შემდაჭავიდე და ამდენ წლის უნდა გავხდე. აი მე ჩემო ერთად რა კარგია. აბარა ჩემოს. დედა მე ტორტში შევჭამ. ტორტს კი დედიკო აბარა. ისეთი ტორტი მომეწონება. მიკი მაუსის რომ აი სანტლელიც კი არ გაღარკე ყოფა. კიდე.
ერთი სიტყვით გოგოება ესეთი ამბები. არაფერი განსაკუთრებული, რაღაცა ძალიან ბანალური დღე იყო ვითომ. რას რამე განსაკუთრებული ხო არ მოხდა. მე არ შემიძლია აი ესენი რომ მოცი და თან ბიჭდები რომ მიკეთე, მაგრამ მე ხო ბიჭდები სულ მიკეთია. ბედნიერი უნდა იყოდე, შენი ბედნიერებისათვის დავიბადეთ ჩვენ. დედიკო შენი შილიბონეს რაღაც მაცალი უგდია დაგურავს თელი თვე. თვე არა ერთი დღეა, მაგრამ მაინც. სუჩხუბი მოგჩენს მეუღლესთან შილიბონებს და კიდე ბევრ რაღაცას. უშედეგოდ. ვატყობ რომ შედეგი არ მოაქვს ამ ამბავს. მოაქვს ხოლმე და ბერისით თავი დავიწყებთ. ათში წარმოდგენა არ მოქვს რა უნდა მოვაწყო. არავის ცალი არ ბავშვ ჩაცმული მაინც დამახვედროს რომ 4-ის ნახევარზე მივასწრო იქ და ფიზიკურად ვერ ვასწრო. ვერანაირად. ალბათ მისვლა დამეგვიანდება ყველაფერი. და გახსოვს აირკობებოსთან რომ ვიყავით და ფუჩინა მოვწველეთ და შენი მოწველი ფუჩინი არ გაიშვი. ზოგადად გადაიახა ხოლმე ბრძედალია და თბილისში რო ვეხვეწებით, ნუ რეაქცია 0. არ ვიცი რა ვთქვა. დედა ჩემი ეს არ იყო ჩამოვიდა ხალი გაგიჟებრუხარ, შვილი რო ჭავს ბავშვიო. იჩავდა რავი შვილი რო ჭავს ბავშვიო და ბავშვი გულმარტო სახში არ აჭავს ვერ გავი, ვერ ვაჭერ ხოლმე რომ ბავშვი არ აჭავს. სხვაგან რაღაცა მადაეხსნება თუ რა ხდება ვერ გეტყვით, არ ვიცი. ფაქტია რომ სახში არ ჭამს და რაც გინდა გაუკეთე, ხორცია და ამის შტად გაიხატოს გული და წაიქცეს ისე დღეშია. რაღაცას გავაკეთებ და ეს რა არის გულზიებს, იმას გავაკეთე, აი რა გავაკეთო. ის ვიღაცა გულგესლა რომ წერდა იქ ჩემშულზე რომ მარტო იმას აჭამსო ბავშვიო რა ქვია. შემწორ კარტოფილს და კვერცხოს სუში და განახებ ჩემშული ყო დეტალებში რას მიირთმევს. თუმცა ერთ რამეში მართალი ხარ, ყველაზე ხშირად ჩემი შვილი მიირთმევს შემწორ კარტოფილს, სპაგეტს და კვერცხს, ყველაზე ხშირად. თუმცა ალბათ ვისაც არ უნდა რომ დაინახოს, ვერ დაინახავს ვერც იმ ტოლმას, ვერც იმ აწვის სუპს და ვერაფერს, მაგრამ მოდი ეგეთები. დღეს შევედით, რა კუსკუსურად მივკუსკუსებთ მშვენივრად, ჩემი გამომწერებიანად და ძალიან დიდი მადლობა ხალხო. მადლობა, ვინც ჩემს გვერდით ხართ. ყველას გიხდით ძალიან დიდი მადლობას. ახლა დაგემშვიდობებით, მარიკოს მინდა რამე გავუკეთო. ჩემო ლამაზო, მერე დავაუთოვო ჩასაცმელები ხვალისთვის გავამზადო ჩემთვის, ბავშვისთვის, კობასთვის. იმიტომ რომ იცი სად მივდივარ? სად? დაბადების დღეზე. კიდე. გავამზადო უნდა ყველაფერი. მარიკო მოაღლაჭონებ თუ შეიძლება პირი დაკომე და ისე რეჭედე. კარგი? აი ეგრე. ჩემი გოგო ვინ არის? დედას გოგო.